ერთხელ ეს რაღაცა გამიკეთა ერთმა ქალბატონმა, საოცარი ქალი იყო. მას შვილი მოუკლეს. ერთადერთი შვილი ყავდა და მაშინ მე სიონში სახურობ ჯესტიკაროსნად, მე დიაპლომა მომიწია, მე ვლადმაც მომიწია სახურება და ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მამას გავსებდა. სულ რაღაცა როგორც შვილს ესე მეფერებოდა, სულ და ის ერთადერთი შვილის ძნობა შემში გამოხატავდა ეს ქალბატონი და ერთხელაც მეუბნება ესეთ რამეს გვგდელი გავხდი უკვე და მეუბნება რომ მამაო გიხვეწებიო ჩემს უახლოეს ადამიანსო ჯვისწერა აქვსო და ვიცი შენ უნდა დაგიკავშირო ჯვისწერაზე და მინდა რომ რაღაც ამ ადამიანს მთელი ამით დაწერო ვიცი ყველა ადამიანს გული წერ ჯვას მაგრამ რაღაც ესე მინდა რომ გალობლები იყვნენ რაღაც ესე ლამაზად ჩატარგდესო მათი ჯვისწერა რაღაც ესე თხოვ ამ ქალბატონმა ძალიან რაღაც ეგ შესაძლებელი დატოვა აზრისთვის გალობლებისთვის მერე დამეტოვა რაღაცა უძულფასესი ხატი უძულფასი ძველებური ხატი ალბათ მეჩვენე 18 საუკუნის ხატი უძულფასესი ხატი და ეს ხატიც გადმოიცა და ეს ხატი გადაეციო მას ამ ადამიანს ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენა და გავგი მეთქი რატო ხალხს საჩუქარი ესე და არა გეხვეწები ჩემი სახელი არ ახსენა მე უცნაურ ვერ მოვახერხებო სხვაგან მივიდივარ და ჯუსტერაზე ვერ ვიქნებო ვერაფრით და მართლაც დავწელი ამ ადამიანს ჯვარი ეს სიონის ვაშტანგულს დაუძახი ბიჭები მოვიდნენ უგალობეს რაღაც საოცრად ჩაკარდა ეს ჯუსტი რაღაც დამთავრდა და დამთავრდა ეს ჯუსტი და გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი ავიყვანე ამბიოზე უკანდაგე ვესაუბრე მერე საკუთრებდა და გამოაბრძანეს და გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი და ვერ დავალი ვისგან ეს ხატი და უთხარი როგორ ხარ ჩემ გაყვარიქებოდა ეს ხატი ამ ადამიან ქალბატონმა ვიცი ის ძალიან ახლობელი ხარ მეთქი და ეს ხატი დაგიტოვა საჩუქრად მეთქი ამ ეს იყო როგორც ჩავარდა და ჩამარდა ბუხში დავარდა მომბის კოციდეს ვუსერის და ეხა ღრია ტირელი კი არა ღრია ეს წრემლები და ხმამაღლა და რატომ ამას მიზა რატომ ესე რატომ მერტო ეს ყველი დაიწყო აუგეშდი მე ვუსერა რატომ ის მერტო იცი ჩვენი ეს ადამიანი მის სიმშვილის უყრელი და მეუბნება იცით მე ვინა ვარ ო მე ეს ადამიანი ის მისი შვილი მოვკარ ეს როგორ გამიკეთე მე გავიდა დრო 3-4 დღე აღარ მოხდა მე შევხვდი თვითონ ის ხალხის ხოხტის წინაშე წარდგა მოთან არის შულთან არის და მეუბნები რომ ეს როგორ გააკეთე მეთქი ეს როგორ შეძელია მე ვდელი ვარ და მე ამას ვერ გავაკეთე მეთქი აი ახალ ნაკუთვნდელი ვიყავი და რაღაცა საოც აი ავიცა ჩამიტარა ამ ადამიანს ესეთი გაკვეთი ეს 5 აკადემიური დამთავრებინა ალბათ და 100 წელი რომ მეცხოვრა ეკლესიაში ესეთ რამეს ვერ მასწავლიდა ესეთ რამეს და ამაო მე რაც ეკლესიაში სიარული დავიწყო პირველი რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ჩემი შვილი შევიძინე და გავიგეო მარადიული სამყოფელის შესახებ და მე ქრისტეს შესახებ არაფერი არ ვიცოდიო სიტყვები გამიგო ესე სადაც მომესმინდა ქრისტეს შესახებ მაგრამ მე ქრისტეს არ ვიცნობდიო და ჩემი შვილის გარდაცვალებამ ქრისტე გამაცნოს მარადიული წიაღი რომელსაც მერტის წიაღი ქვია ეს მარადიული სამყოფელი გამაცნო მიმახვედრა იმას რომ სამოთხეში უნდა მოხდა ყოველდღე კითხული მამაო ჩვენოსო და მივხვდი მამაო ჩვენოს შინაარსო ეს საუკეთესო ლოცვა რატო დაწერა რომ ეს პატარა ლოცვა სულ მეგობრ ყველაფრის მთქმელიაო და როცა ვკითხულობდიო დამოგვიტევენ ჩვენ თანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მივუტევთ თანადებით ამა ჩვენთან როცა ამას ვკითხულობდიო მე ხედავდიო რამ ადამიანს ვერ პატიობდიო ამას არადა მეო ჩემი შვილები მყავდა მუცელში მოკლე ამ ჩემი შვილის გამო რომ ჩემი შვილი არ შეეწყვეტა სხვა შვილებს და ეს იმდენად მიყვარდა ეს შვილი ამის გამო ბევრი აბორტი მქონდა და საკუთარ შვილებზე განაჩენი მქონდა გამოტანილი და მუცელში ყავდიო ჩემ შვილებს და მე ხომ მინდოდა რომ ღმერთს ჩემს ეს ეპათიებინა რომ ჩემ შვილებს მე განაჩენი გამოვიტანე ყველობისა და ჩემი შვილები მუცელში მოვყავი და როგორ მაპატიებდა ღმერთიო თუ მე ამას არ შევძლებდი ამ პატიებასო მეც ხო ესეთი მკვლელი ვიყავი იმას ხვიში შვილი მოკლავ და მე ჩემ შვილებს მუცელში ვკლავდიო და მივხვდიო რომ ამის გარეშე ამას ვერ ვიზამდიო ვერაფერ შევძლებდიო ამასო რომ სხვანაირად მე სპორტში გამეკეთებინო ამიტომაც გადავდგეს და ბიჭი და ხონდა ეს გულწრფელად გადავდგე ამისთვის ძალიან ბევრი წლები დამჭირდაოდა ამ ყველაფერშიო მამაო ჩვენო დამეხმარა ეს საოცარი ლოცვა ამ საოცარი ლოცვა შეიძლება ისო რაც ალბათ ძალიან რთულია და იცით რომ მამაშალო რა უნდა გითხრაო ეს თურმე ძალიან ადვილი ყოფილაო თუ ღმერთს გაიცო მაგრამ თუ ღმერთს ვერ გაიცო და თუ ღმერთს ვერ დავახლოვდებიო მაშინ ამას ვერასოდეს ვერ შეძლებ მერთმა შეგაძლებინოთ ყველას ეს პატიების შეგრძნება რაც ძალიან რთული და ძალიან ძნელია მაგრამ ამის გარეშე მართლა წარმოუდგენელია მერთმა დაგუცდა ღმერთმა გაგახარო და შეგეწიოთ ღმერთის მადლი